მეგობრებო, მოგესალმებით. ძალა ერთობაშია. ჩვენ ახლა ვართ ყარაფილას გადასახლებთან თბილისის სენაკი ლესელიძის ავტომაგისტრალზე. სადაც მიმდინარეობს აქცია პერფორმანსია ჩემზუმს უკან ხედავთ მის მონაწილეებს. ჩვენი მიზანია გამლელი მანქანების მგზავრები გავაფრთხილოთ კიდევ ერთხელ, მივანიშნოთ რომ ეს არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც 400 მეტრში მათგან ხელმარჯვნივ რუსი ოკუპანტები არიან და ისინი უკვე ძალიან ახლოს არიან ავტომაგისტრალთან. აი გესმით რეაქცია გამლელი მანქანების, ისინი გვესალმებიან სიგნალებით, ანთებული ფარებით და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ აქციას. აქვე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც დღეს აპირებს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მგზავრობას სატრანსპორტო საშუალებებით, შეგიძლიათ და შემოუერთდეთ ამ აქციას, რომელსაც ატარებს ორგანიზაცია ძალა ერთობაშია. ძალა ერთობაშია. აი აქ უკვე ჩვენთან ერთად დგას ირაკლი წერეთელი, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც შემოგვიერდა და დადგა ჩვენ შორის. ჩვენ ხედავთ ამ ნიშნებს, არის საფრთხის ნიშანი 400 მეტრის მანძილის მაჩვენებელი და წარწერა რუსი ოკუპანტები. რატო როგორ კმაყოფილი ხარ რეაქციით? მე კმაყოფილი არ ვარ, მე ვარ ბედნიერი და ისეთი შეგრძნება გეგონება სოფლიოში ყველაზე დიდი ჯეკპოტი მოვიგე. მართლა უდიდესი ემოციით ვარ ახლა დამოხტული და იცით რა, მინდა რომ ყველა ესე გზნობდეს. მე გისურვებთ უბრალოდ რომ ყველა ესე გზნობდეთ, იმიტომ რომ განიცადოს ეს ბედნიერება. კი ბატონო, იმიტომ რომ ეს მართლა უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც შენ ხვდები რაში მდგომარეობს შენი ცხოვრების მისია. ჩემი ცხოვრების მისია არის დავიწყო დეოკუპაციის პროცესი აქედან. თუ გამომივად, კი არა და რომ გამომივა, ალბათ მივხვდები რომ ჩემი ცხოვრების მიზანი შესრულდა. მე დიდი მადლობა ირაკლის მინდა უთხრა, რომ დაანონსა 8 აგვისტოს აქცია და ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც დაიწყება ყარაფილოდან და ჩავა ბერშვეთამდე. იმ დიდი სურვილი მაქვს, რომ არა მარტო ბერშვეთამდე ჩავიდეთ, არამედ მთელი საოკუპაციო ზოლი მოვიცვა, მაგრამ ყველას გელოდებით 8 აგვისტოს. აი აქ და ნებისმიერ დღეს ჩვენ ვიქნებით მუდამ აქ, აქედან არსად არ მივდივართ და კიდე ხას ვსვამ, ჩვენ არ დავიღლებით. და ნუ რა ვის ნუექნება იმედი რომ ჩვენ ერთ დღეს მოგვეძდება და აქედან სადმე წავალთ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არათუ წავალთ აქედან, არამედ გავშვით იმ საოკუპაციო ზოლის გასწრით ჩვენ სამეთვალყურეო წერტილებს და დავაკვირდებით. და არა მარტო დავაკვირდებით, არამედ შევხვდით უდიდეს დისკომფორტს რუს ოკუპანტს. და ჩვენ უყურებთ მათ და ვაფრთხილებთ კიდევაც ეს ოკუპანტს და ჯობია თავისი წავიდეთ. იმიტომ რომ დღეს იღვიძებს სრულიად საქართველო და როდესაც მთელი დადგება ერთად, ვერც რუსეთი და ვერავინ ვერ დაუდგება მას წინ ამ ბრძოლაში. ძალა ერთობაშია და ეს მართლა ესეა. ივარა სიტყვი. მოგესალმებით პირველ რიგში საქართველოს და ყველას ურჩევ ერთმანეთს. ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენს მეტი ამ ქვეყანას არავინ არ მიხდება და მთელი საქართველო უნდა დავდგეთ ერთად. პირველ რიგში მოგიწოდებთ რომ დღეს ვინც მოძრაობს დასავლეთის მიმართულებით, შეჩერდით სოფელ ყარაფილას გადასახლებთან, გაიცანით ჩვენგანერ ჩვენ აქციას, შემოგვიერთდით სულ ყველა და რაც თავარია 8 აგვისტოს მთელი საქართველო უნდა დავდგეთ ერთად. ანი რა სიტყვი? აი მე ხა დავიხე უკან რომ კარგად გამოჩნდეს ეს ადგილი. ჩვენ ხედავთ რომ გამლელი მანქანების რეაქცია საკმაოდ ადეკვატურია, რაც ძალიან გვახარებს.
და გვაქვს იმედი, რა თქმა უნდა, რომ გაჩერდებიან მოქალაქეები, ეს ადამიანები აქ იდგებიან მთელი დღის მანძილზე, ჩვენ აქ ვიდგებით, ერთმანეთს შევენაცვლებით და ეს იქნება ყოველდღე, რათა ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდეს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც აქედან მარჯვნივ 400 მეტრშია.